რომელსაც ქვია სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს. მე გახლავართ ამ წიგნის ავტორი გიგალი ბარდელიანი. ამ წიგნი გამოიცა ჟურნალისტური გამოძიების საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო რეპუტაცია ქვია. მე ვარ ამ სააგენტოს დამფუძნებელიც, განზღვანელიც და ეს არის პირველი წიგნი, რომელიც ამ სააგენტომ გამოსცა. წიგნი ეხება ბიზინა ივანიშვილის დანაშაულებრივ საქმიანობას და კონკრეტულ ფაქტებზეა წიგნი აგებული, რა კავშირებში იყო ბიზინა ივანიშვილი რუსეთში, რომელ კანონიერ ქურდებთან იყო ის კავშირში, რომ ის პირდაპირ კავშირში არის 1994 წელს მოკლული ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის და ბანდიტის ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობასთან, რომ ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა 1994 წელს ჩადენილი პირდაპირ კავშირშია ბიზინა ივანიშვილის ბიზნეს და საბანკო მოღვაწეობასთან. ვინ შეასრულა ეს მკვლელობა, როგორ, თუ დაგაინტერესებთ, მე კიდევ მოგიყვებით. ეს ყველაფერი ამ წიგნში არის. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ხაზს უსვა. ეს არ არის რაღაც, თუ შეიძლება ასე თქვას, პოლიტიკური ტენდენციებით და პოლიტიკურ მოტივებზე დაწერილი წიგნი. სამწუხარო არის, რომ სხვა შორის წიგნი გამოიცა ამ არჩევნების პერიოდში. ადრე რომ ყოფილიყავი მე საქართველოში და ბიზინა ივანიშვილის ადრე რომ მქონოდა სხვათა შორის პოლიტიკური ამბიციები, მაშინაც დავწერდით ამ წიგნს. და ამიტომ ნუ განიხილავენ ამ წიგნს, თითქოს ეს რაღაცასთან იყოს დაკავშირებული ამ პოლიტიკურ არჩევნებთან. ეს წიგნი არანაირი პოლიტიკური პარტიის, არანაირი პოლიტიკური კორპორაციის ინტერესს არ გამოხატავს. ეს წიგნი დაწერილი არის ქართველი ხალხისთვის, რომელსაც ქვია სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ანუ ვინ არის ბიზინა ივანიშვილი. მე გახლდით, კი ბატონო, მე გახლდით რუსეთში, თუ შეიძლება ასე თქვას, მოღვაწე პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი. მე ძალიან ბევრი სტატიები, წიგნები, სატელევიზიო გადაცემებში მივიღე მონაწილეობა ამ თემებზე, სხვათა შორის ამ კრიმინალურ თემებზე, რუსეთის კორუმპირებულ ბანდიტურ ხელისუფლებაზე. 2010 წლის 29 დეკემბერს ბოლო ეთერი იყო ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე რუსეთში, მე ვთქვი სანქტ-პეტერბურგში, სხვათა შორის რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ჰიმნი, მას აქვს ბანდიტური პეტერბურგის ერთი ჰიმნი, რომელიც დაწერილია ვინმე კარნილიუკის მიერ და იმღეროს ეს ბანდიტური ჰიმნი მეთქი პუტინმა და მაშინდელი პეტერბურგის გუბერნატორმა ვალენტინა მატვიენკომ მეთქი და ამ განცხადებიდან ერთ თვე ნახევრის შემდეგ მე გაუმაძიეს რუსეთიდან, როგორც არას მათთვის შეიძლება ასე თქვას, არასანდომიანი პუბლიცისტი, პოლიტოლოგი და ჟურნალისტი. დიახ. მიკროფონში რა თუ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გქონდათ ინფორმაცია, რატომ არ მოხდა ამ წიგნის, მაშინ როდესაც ლეგენდები დადიოდა ივანიშვილზე საქართველოში, კარგი კუთხით არ გულისხმობ პუტინთან კავშირს და ასე შემდეგ. რატომ არ მოხდა მაშინ ამ ყველაფრის გამოცემა და აფიშირება? და რატომ ეხლა მაინც და მაინც? ზოგადად კითხვა დასვით და დაფინანსება თუ შეიძლება რომ გითხრათ. ძალიან ეს არის პირველი კითხვა, უბრალოდ მე ველოდებოდი ამ კითხვას და ეხლავე გიპასუხებ რაშია საქმე. დავიწყოთ იქედან, რომ ბიზინა ივანიშვილს რომ არ ჩართულიყო ამ პოლიტიკურ მოღვაწეობაში და ბიზინა ივანიშვილს ძალიან პირდაპირ რომ თქვათ, რომ არ გაესულელებინა და გაეგიჟებინა თავისი ფულით ათასობით ადამიანი, მე ამ წიგნს არ გამოვცემდი. ბიზინა ივანიშვილი რომ დარჩენილიყო ჩვეულებრივ ბიზნესმენად, რომელსაც ეკეთებინა თავისი საქმე და ასე შემდეგ და ხას უსვა ამას, რომ არ გაესულელებინა თავისი ფულით და რომ არ ეყიდა ამდენი, თუ შეიძლება ასე თქვას, მოტყუებული ელექტორატი, მე ამ წიგნს არ გამოვცემდი. ეს არის პირველი. მაგრამ დაგვერდით წიგნის სათაურს, სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს. დღეს საქართველო დგას ძალიან დიდი, ძალიან პირდაპირ რომ ვთქვათ, აშლისე სასიამოვნო სიტუაციის წინაშე, ხო? ამდენი მოტყუებული ხალხი. ათასობით მოტყუებული ხალხი და ყველაზე მეტი საშინელება რა არის? სოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, რომლის პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ფინანსდებოდეს იმ სახელმწიფოდან,
იმ სახელმწიფოდან, რომელსაც ქვია ოკუპანტის სახელმწიფო, რომელსაც ქვია ქვეყნის დამანგრეველი და ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი სახელმწიფო. ასეთ სახელმწიფო არ არის. ჟურნალისტები ვიხართ, ხომ? ვერ ნახავთ თქვენ ასეთ სახელმწიფოს პოლიტიკურ რუკაზე, რომ შემოედინებოდეს სახელმწიფოში იმ ქვეყნიდან ფული, რომელმაც ქვეყანა დაამხო და დააქცია და წაართვა ტერიტორიები. ეს უბედურება და ეს კატასტროფა ხდება მარტო საქართველოში. და ეს არის ამ წიგნის სხვათა შორის ძირითადი მოტივი. და ამ აზრით არის დაწერილი ეს წიგნი და მე სხვათა შორის ეხლა ვსარგებლობ შემთხვევით ამ წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით და მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, მივმართავ საქართველოს პარლამენტს, მივმართავ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკურ პარტიას. აუცილებლად უნდა იქნეს ხალხო მიღებული კანონი იმის შესახებ, რომ იმ სახელმწიფოდან, რომელმაც ჩვენ დაგვეპყრო 1 ცენტიც, 1 დოლარიც კი, რომ გადმოირიცხოს არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური ორგანიზაციის ანგარიშზე, ის პოლიტიკური ორგანიზაცია, ის არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა დაჯარიმდეს და უნდა აღიკვეთოს მისი მოღვაწეობა. ეს კანონი თუ არ იქნა მიღებული, ერთი ივანიშვილი, ერთი კრიმინალური ელემენტებით 90-იან წლებში გამოჩეკილი ნაძირალების მეტი რუსებს არაფერი არ აყავთ. ბატონ გიგა. გამიგეთ და ერთი ივანიშვილი რუსეთს ყოველთვის მზად ეყოლება. როგორ ვებრძოლოთ ამას უნდა ვებრძოლოთ ცივილიზირებულად. კანონის რუსებმა მიიღეს კანონი თუ დასავლეთიდან. რუსებმა მიიღეს კანონი. ეს კანონი მიღებული აქვს კიმ ჩენ ირს შუა კორეაში და მიღებული აქვს კანონი ჩინეთს. და თქვენს რომ თუ დასავლეთიდან 1 ცენტიც კი შემოვა რუსეთში, იმისათვის რომ სხვათა შორის ის ჯანსაღი აზრი, დასავლური ლიბერალური ჯანსაღი აზრი განავრცოთ რუსეთში, პუტინი მათ უკვე ზდევნის, ამით რუსეთში დაიწყო რეპრესიები, ხო? ამაზე თავისი განაცხადი გააკეთა ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ მთელი დასავლეთი არის პირდაპირ ვთქვათ გაოცებული და გაოგნებული. და ჩვენ საქართველოში ამ ჩვენ მიწაზე ქუჩაში რომ გავიდეთ, ჟურნალისტები ხართ, კარგად იცით, 2 წლის ბავშვიდან 90 წლის, 100 წლის მოხუც ვისაც ლაპარაკი შეუძლია, ყველა იტყვის, რომ ვინ არის ოკუპანტი? რუსეთი. მერე ისევ ის ხალხი ამბობს, რომ საიდან შემოდის ივანიშვილთან ფული? რუსეთიდან. ესეთი კურიოზი, ესეთი პარადოქსები სოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება როგორც ჩვენთან და ამიტომ სასწრაფო და დროულად უნდა იქნეს ეს კანონი მიღებული, რომ კიდევ ახალ-ახალი ივანიშვილები და ახალ-ახალი ბანდიტური ნაძირალების გამოჩეკილი პოლიტიკოსები საქართველოში აღარ არსებობენ. კი ბატონო, დაფინანსებაზე მოგახსენებთ სამწუხაროდ. უნდა გითხრათ, რომ ამ წიგნის დამწერიც მე ვარ, ამ წიგნის დამფინანსებელიც მე გახლავართ და ამ წიგნის გამომცემელიც მე გახლავარ და სამწუხაროდ არ არის საქართველოში ვერ იძებნება დღესდღეობით ისეთი ძალა, რომელიც ამ წიგნს დიდი ტირაჟით დააფინანსებს. არ არის სამწუხაროდ ეს. ბატონ გიგა, შეიძლება და თუ ვინმეს ამასაც დავამატებ, თუ ვინმეს დაიწყებს იმის ტირაჟირებას, რომ ეს წიგნი დაწერილი არის რაღაც შეკვეთით და ასე შემდეგ, მას მოუწევს ყველა ამ ბრალდებაზე, თუ შეიძლება დამცილისწამებაზე სასამართლოს წესით პასუხის გაცემა. ბატონ გიგა, ჩვენ არ წაგვიკითხავს ბუნებრივია თქვენი წიგნი და ამიტომ დეტალებზე ვერ ჩაგეძიებით, მაგრამ ალბათ შემდგომ შეხვედრისთვის შევძლებთ. უბრალოდ რა მინდა კითხოთ, ეხა რო გაიგებენ დაუშვათ კოალიციაში და ბიძინა ივანიშვილის მომხრეები ამ წიგნის შესახებ, აპრიორში ვამბობ, რომ იტყვიან, რომ ძალიან ბევრი ფაქტი იქნება ცილისმწამებლური. ამ შემთხვევაში წინასაარჩევნოდ რამდენად ხართ იმისთვის მზად, რომ სასამართლოში გიჩივლონ და თქვენ რა არგუმენტები გექნებათ? ანუ წარმომავლობა, ეტიმოლოგია მინდა ფაქტების. მოგახსენებთ, ძალიან კარგი კითხვა დამიშვით, ძალიან დროული და სწორი კითხვა არის ბიძინა ივანიშვილის, რომ სინდისი და ნამუსი ქონოდა 30 აპრილიდან დღემდე გასული არის უკვე რამდენიმე თვე, გაზეთ ქრონიკაში, კვირის ქრონიკაში, მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ კავშირშია, იქ ჩემთან ინტერვიუ იყო ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობასთან. პირდაპირ კავშირში არის ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა. 1994 წელს ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობიდან 3 თვის შემდეგ, თუ 2-3 თვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ტოვებს რასისტი კრედიტის ბანკის პრეზიდენტის პოსტს და უჩინარდება. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრება სხვა შორის შედგება 2 პერიოდისაგან. ერთი არის 1990-94 წლები ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობამდე და მე ის უჩინარდება და მე მთელ მის ნარკოტროფიკთან კავშირს, იარაღით ვაჭრობასთან კავშირს, ბანდიტებთან და ამ კრიმინალებთან კავშირს უკვე კურირებს, თუ შეიძლება ასე ითქვას და ზედამხედველობს მეორე კანონიერი ქურდი ჯემალ ხაჩიძე, რომელიც ითვლება მთელ სოფლიოში ნარკოტროფიკის ნათლიმამად, ესე რომ ვთქვათ. თქვენ ბრძანებთ, მე მაშინაც მივმართე ბიძინა ივანიშვილს
გაზეთ ქრონიკიდან და უთხარი მას რომ თუ ნამუსი აქვს მას შერჩენილი ხომ კითხულობს ქრონიკას მაგრამ 30 მიპასუხოს და მე უფრო დაწვრილებით ვამბობ ჟურნალისტებს ყველაფერს ამის შესახებ მაგრამ ბიძინაევანიშვილი გაჩუმდა არ მიპასუხა და მოხდა ისე რომ სხვა შორის 30 აპრილის მერე ჩემი ერთი სიტყვაც კი აღარ გაჯაჭანებულა ამ გაზეთში ქრონიკაში სამაგიეროდ ბიძინაევანიშვილთან დაიბეჭდა ინტერვიუ და აიღო ქრონიკელმა ჟურნალისტმა რომელმაც არც კი კითხა ბიძინაევანიშვილს იმის შესახებ არც კი შეეკითხა ბიძინაევანიშვილს იმის შესახებ რომ კაცო ჩვენს გაზეთში იბეჭდებოდა რუსეთიდან გამოდევნილი ჟურნალისტის თან ინტერვიუები რომელიც შენ ბიძინაევანიშვილს ბრალს გდებდა ოთარ კვანტრიშვილთან მკვლელობაში ხო არც კი შეეკითხა მაგრამ ეს არის მათი ამ ბანდიტურ კორპორაციებში გამოჩეკილი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების ანუ ნაძირალების ხერხი რომ მივიდეს და ესე იოლად პირდაპირ იყიდოს გაზეთი იყიდონ ჟურნალისტები და სხვა შორის ამის შესახებ მე უფრო დაწვრილებით ვწერ ამ წიგნში ასე რომ მე ამის შესახებ ვილაპარაკე ტელევიზიითაც მე ვილაპარაკე სხვა გაზეთშიაც სხვა გაზეთებშიც და თქვი იმის შესახებ რომ კახაკალაძის ინტერესები ნარკოტროფიკში და ბიძინაევანიშვილის ინტერესები ერთმანეთს კვეთავს და ახლა თუ მანდამაინც წიგნის გამოსვლას ელოდებიან და წავლენ სადმე საჩივლელად ამ ხალხის თუ შეიძლება ასე თქვას პროფესია ამ ხალხის პროფესია არის პოპულიზმი ესენი ჩივიან იქ სადაც გასდით მაგრამ მათ ცივილიზირებულ სახელმწიფოში საქართველოში ევროპულ სახელმწიფოში არც სტრასბურგში არ გავუვათ მათ გასდიოდათ მოსკოვში პუტინის სასამართლოებში ამიტომ სადაც უნდათ იქ იჩივლონ და პირიქით მე მექნება სხვათა შორის ძალიან სერიოზული არგუმენტებით დავა ბიძინაევანიშვილთან თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით არც თქვენთაგანს არ დაგებადათ ერთი კითხვა თუ შეიძლება მე შეგეკითხებით აი თქვენ იცით რომ კახაკალაძის მე მინდა ამაზე თქვენთან როგორც კოლეგებთანაც ვისაუბრო ხომ ჩემ პირველად პროფესია ჟურნალისტიკა აი კახაკალაძის სახლი გაჩხიგეს ხომ იცით არა ამის შესახებ ერთი ამბებია ატეხი გაუჩხიგეს ხო ამ კაცს სახლი თვითონაც ხო თქვა რომ ამიჩხიგეს სახლი ხო ამ დროს საქმე არის ეგრეთ წოდებულ წარმოებაში ხო ჯერ სასამართლოს არ გამოუტანია ვერდიქტი ხო უცდით ახლა დღეს იტალიის სასამართლო რას იტყვის ხო ამ დროს ასავალ-დასავალში გაზეთებში თქვენ წაიგითხეთ ინტერვიუ კახაკალაძესთან ალბათ მე წავიგითხე თქვენ სადაც კახაკალაძე ამბობს რომ იტალიის უშიშროების სამსახურებმაო მე მითხრეს რომ შენო დაგზდევენ ნახო საქართველოსთან ჩამოსული ესე უშიშროების სამსახური წარმოებაშია საქმე კაც სახს უჩხრეგავენ და ამ დროს მას იტალიის უშიშროების სამსახურები ეს ჯერავინ მე ესეთი კურიოზები და ამ საშინელებებით ამ ტყულებით აბრუებენ ხალხს და მე მეწოდება ჩემი ხალხი და მიტომ დავწერე ეს წიგნი და მიტომ ვამბობ ამ ტყუილებზე ამ ბატონო გიგა ერთი წუთი შეგაწყვეტინებთ რა თქვენ ამბობთ რომ ეს არავისაც წინააღმდეგოთ არ არის ეს წიგნი ანუ არავის პოლიტიკურ ინტერესებს არ ემსახურება და მეორე მხრივ აცხადებთ რომ ბიძინაევანიშვილი პოლიტიკაში რო არ წასულიყო ეს წიგნი არ დაიწერებოდა ცოტა ხომ არ თქვენ თავს ხომ არ ეწინააღმდეგეთ მე რა ხდება იცით მე გახლავართ ავტორი რახან მე ჩემი პირველი წიგნი 1990 წელს გამოცა გამოცემულმა მერანმა და იყო სტალინურ რეპრესიებზე. მე მაშინ გავხდით 27 წლის და ჩემ წიგნს პირველ გვერდზე ეხადა სტალინი ორჯონიკიძე და ბერია დასისრული. და მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ ნოდარ ჭიტანოვმა სხვაჩვენს დამიბარა და მითხრა რომ რამ დაგაწერიათ ასეთ წიგნს სტალინურ რეპრესიებზე. ჯერ კიდევ არ იყვნენ ამ კომუნისტური ფაშიზმიდან გამოსულები. მე ვწერ წიგნს პოლიტიკურ პროცესებზე. ხო გამიგეთ, არა ეს არის პოლიტიკური პროცესები. ასეთი ბიზნესმენების მეტი, ბიძინაევანიშვილის მსგავსი ბიზნესმენების მეტი რა არის რუსეთში და რა არის პოსტსაბჭოთა ბევრია ძალიან, ხო? მაგრამ თქვენ მე ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ ოლიგარხს იგივე იმ რუსული ოლიგარქიული პოლიტიკურ პროცესებიდან გამოჩეკილს რომელსაც ასეთი ამბიციებით ამდენი ხალხი გაეგიჟებინოს თავისი ფულით გაესულელებინოს და ეთქვას რომ მე ხალხს და ჩემს ქვეყანას უნდა უპატრონო ამ კაცმა უნდა უპატრონოს ქვეყანას რომელიც მთელი მისი 25 წლიანი ცხოვრება ეს არის მე-4 საუკუნე კავშირშია კანონიერ ქურდებთან კავშირშია ნარკოტრაფიკთან კავშირშია ერაყით ვაჭრობასთან ბატონო გიგა ნარკოტრაფიკთან ახსენეთ გიგა კალაძის კახაკალაძის სახელით ახსენეთ ანუ რა კავშირები აქვთ ანუ ივანიშვილს და ამას ზუსტად რომ გვითხრათ და კიდევ ერთი ეს ჯემალ ხაჩიძე რომელიც წეგად ახსენეთ ამ წუთას ივანიშვილთან ურთიერთობაში იმყოფება თუ არა რომ დაგვიზუსტოთ ეგეც რა ურთიერთობაში ვერ ანუ ეს არა ჯემალ სხვათა შორის ხაჩიძეზე მაქვს მოტანილი მაქვს 6 ეგზემპლარი ამ წიგნის ძალიან დიდი სიამოვნებით მე-9 კანალი მე-9 არხი აქ არის მე-9 მაესტრო ეს მინდა ყველას ვაჩუქო და იქ წერია ამ კითხვების პასუხები მაგრამ მე ახლა ძალიან კარგად უნდა კი ბატონო კი სანამ წაიგეთქავდით ახლა რაში იკვეთება რუსეთი არის ძალიან დიდი სახელმწიფო მოგეხსენებათ და რუსეთში აი ეს ბანდიტურ ოლიგარქიული კლანები ხო
არის არა ერთი და არა ორი. არის რამდენიმე, ხო? თუ სიჩუმე იქნება, ისა. კარგით? მინდა რომ ყველამ გაიგოს ეს და გაიგონოს. მაგრამ რუსეთში არიან გოგონა მეკითხება და მე იმას პასუხობ. რუსეთში არიან ძალიან ბევრი ოლიგარქიული, თუ შეიძლება ასე ვთქვას, კლანები, ხო? მაგრამ არიან ლიბერალური, არიან დემოკრატიული, არიან ძალიან თავისუფალი, რომლებიც ძალიან შორს არიან. იგივე იყო უსინსკი, ალბათ გაიგიათ NTV-ს დამფუძნებელი, იგივე იყო ხადარკოვსკი, რომელიც არის პუტინის პოლიტიკური პატიმარი, იგივე არის რომა აბრამოვიჩი, რომელიც არის უკვე მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ისეთი ოლიგარქი, ხო? არის პატანინი, არის ჩუბაისი, მაგრამ ეს ხალხი, აი ახლა მე ვინც მოგითვალეთ თქვენ აბსოლუტურად შორს არის ყოველგვარი რაღაც ამ ბანდიტური, კურდული დაჯგუფებებისაგან. ბიძინა ივანიშვილის წარმონაქმნი არის ეგრეთ წოდებული შუააზიური ბანდიტური ოლიგარქიული კლანის. ახლა რა არის ეს შუააზიური ბანდიტური ოლიგარქი? პუტინის რომ გახდა პრეზიდენტი, პუტინმა ყველა ეს ლიბერალური, თუ შეიძლება ასე ვთქვას, ოლიგარქიული კლანები განდევნილი იქნა რუსეთიდან. პირველ რიგში განდევნა ბერეზოვსკი, პირველ რიგში განდევნა ბადრი პატარკაციშვილი და ყველანი მიყვა ამას. პუტინის მმართველობამ და თვითონ პუტინმა დააფუძნა რუსეთში ანისიმოვის და ალიშერ უსმანოვის მმართველობა. ალიშერ უსმანოვი გახლავთ ცნობილი გაზეთის კომერსანტის დღევანდელი მფლობელი, რომ კომერსანტი იყო მოგეხსენებათ ბადრი პატარკაციშვილის და ბერეზოვსკის. მოხდა რა? მოხდა ის, რომ წაართვეს ეს კომერსანტი, ეს ყველაფერი ძალიან დიდი მოტყუებით, ამას ძალიან დაძღვილებით უწერ მე ამ წინში და შეიქმნა დაფუძნდა, თუ შეიძლება ასე ვთქვას, რუსეთში ახალი შუააზიური ბანდიტური კლანი. ამ შუააზიური ბანდიტური კლანის ნათლი მამები, ესე რომ ვთქვათ, მაგალითად ბანდიტურ ენაზე, არის ვასილი ანისიმოვი და ალიშერ უსმანოვი. ვასილი ანისიმოვი არის ბიძინა ივანიშვილის 25 წლიანი პარტნიორი, ესე იგი და ვიტალი მალკინი. ეს ორი კაცი, სხვა შორის მალკინი არის ის კაცი დღეს, რომელიც დადის პუტინის, თუ შეიძლება ასე ვთქვას, დავალებებით და ყველგან ყვება იმის შესახებ, რომ მაგნიცკი მათ თვითონ მოიკლა იქამდე თავიო და რაღაც საშინელებებს აფსელებენ, საშინელ ინფორმაციებს აფსელებენ. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი მოთავსდა, თუ შეიძლება ასე ვთქვას, იმ ფორმატში, რომელიც არის ყველაზე აგრესიული, ყველაზე ბანდიტური, ყველაზე კრიმინალური კლანი. ახლა რა არის ეს შუააზიურ ბანდიტურ კრიმინალური კლანი? შუააზიური არის ის, რომ ის ავღანეთიდან შემოსული ნარკოტიკი შუა აზიის ქვეყნების გავლით, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის გავლით შეედინება რუსეთში და მერე რუსეთიდან უკვე გადაედინება და გადადის ამ ევროპის ქვეყნებში. თქვენ ალბათ არიცით ისიც, რომ ევროპარლამენტში შექმნილი არის სპეციალური კომისია, 19 აპრილში შეიქმნა, თუ არ ვცდები, ანუ 19-ში 20-ში შეიქმნა, რომელიც ამ კომისიას ქვია ევროპარლამენტში არის კომისია. ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში მაფიასთან ბრძოლის კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს სხვა შორის იტალიელი ქალბატონი. ვინმე, რომელიც არის ძალიან კარგი ავტორი ამ თემაზე სტატიების. და ამათმა ამ ევროპარლამენტის კომისიამ გამოიკვლია და დაადგინა, რომ ყველა ნარკოტიკი, რომელიც შეედინება იგივე იტალიაში, იგივე ევროპის ქვეყნებში, შემოედინება რუსეთიდან, ამ შუააზიური, რა თქმა უნდა, ის ხოციდან არ მოდის ეს ნარკოტიკი, ამ შუააზიური, თუ შეიძლება ასე ვთქვას, ბანდიტურ ოლიგარქიული კლანით, რომლის ნათლი მამები და მამამთავრები არიან ალიშერ უსმანოვი და ვასილი ანისიმოვი და მათი ჩასმული საქართველოში ამ შუშის სასახლეში ბიზნესმენი, ეგრეთ წოდებული ოლიგარქი და ქვეყნის დამაქცევარი, აი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით დღეს რომ ბატონო გიგა, დიდი ბოდიში უნდა შეგაწყვეტინოთ, უბრალოდ ერთი წუთით ამუნა. არა. მე გითხარით, რომ ახლა მოგიყევით. არა, ძალიან სწორ, არა, კალაძე იმ შუაში არის. რა ქვია თქვენ? თამარ, გენაცალი, ქალბატონო თამარ. კალაძე იმ შუაში არის, რომ კალაძე იმხილება ამ ნარკოტრაფიკში, ალტიკთან ურთიერთობებში. თქვენ გააჩვენეს სამწუთიანი საუბრის ჩანაწერები, კალაძის და ალტიკის, სადაც ისინი ლაპარაკობენ ამ თემაზე. ხომ კალაძის სახლი გაჭრილია, ყველაფერს გამოიტან სასამართლო. ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი და იდეური და პოლიტიკური, თუ შეიძლება ასე ვთქვას, ძმა და მეგობარი არის კალაძე. არის კალაძე. საიდან შემოდის ეს ნარკოტიკი? ეს ნარკოტიკი შემოდის შუა აზიიდან, რუსეთის გავლით, მიედინება იტალიაში. მეტი როგორ გითხრათ? ევროპარლამენტმა შექმნა კომისია, რომელიც ამაზე ყველაფერ ამაზე უფრო დააწრულებით ლაპარაკობს. აი ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები, ლისეკის, ლანცბერგისის, თქვენ გონიათ ის იმ განცხადებებს ის ხალხი თავიანთი მოსაზრებებით აკეთებენ, იმავე ევროპარლამენტში არის კომისია, რომელმაც დაუდო ამ ხალხს, იგივე ამ ლანცბერგის, იგივე ლისეკს
და უთხრა რომ ბიძინა ივანიშვილის კლანი არის ნაცისტური, ფაშისტური, რაც ლანცბერგის თქვა, იმიტომ რომ იმის უკან დგას პასტუხოვი, იმის უკან დგას მატვიენკო, იმის უკან დგას პუტინი და იმის უკან დგანან კიდე ნარკოტროფიკის ბოსები, ანუ მამამთავრები და კანონიერი ქურდები. აი ამ კლანის წარმონაქმნი არის, ეს არის რუსული პროდუქტი. ივანიშვილი, როგორც მე ვწერ ამ წიგნში, ოღონდ დამზადებული საბჭოთა კავშირის რეცეპტით. ბატონო გიგაი, უკაცრავად უნდა შეგაწყვეტინოთ. დამზადებულია რუსეთში საბჭოთა კავშირის რეცეპტით. აქვე მინდა გითხრათ, არა არა, ერთი წუთი თუ შეიძლება. ესე იგი, თქვენ აქ იმდენ საუბრობთ, დიდი ბოდიში ჯერ შეიძლება უტაქტოთ მიჩნიოთ, ჩემი არც კითხვა, რაღაც მოსაზრება. თუ ეს ადამიანი ასეთი კრიმინალი იყო, ასეთი ნარკოტრაფიკით და 1000 საშინელებებით აქვს ეს ფული მოპოვებული, მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოების წინაშე თქვენი მხრიდან იქნებოდა დანაშაული, რომ აქამდე ეს წიგნი არ დაგეწერათ. რას უცდიდით მაინც და მაინც მის პოლიტიკაში გამოჩნდეს. მე ასეთი ფულით ნაშაული დავუშვათ, არც მისი ქველმოქმედება მინდა და არც მისი აშენებულია, არც გზები, არც აქამდე დაგეწერათ, რას უცდიდით. დიდი მადლობა. დღეს რომ ამას მიხვდა თუნდაც ერთი ადამიანი, მაგრამ მიხვდება ძალიან ბევრი. იცით საქმე რაშია, წიგნი ერთ დღეში არ იწერება, თქვენ ჟურნალისტები ხართ. სტატია ხო არ არის, ეს სახვევი ახლა იქ და რაღაც დაწეროთ. სხვა შორის ეს ძალიან ოპერატიულად გავაკეთებთ ჩემი ინტერვიუების მასალებიდან და ეხლა რომ აღარ იყო მეტი გამოსავალი და აი ეს რომ მიწურებოდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ გამოხატავს არანაირ პოლიტიკური, ეს არის სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა ეცნოს, თუმცა ფილმი გვინდა გავაკეთოთ, მე მინდა გავაკეთო დოკუმენტური ფილმი, რომელიცაც დაერქმევა ბიძინა ივანიშვილი, დამზადებულია რუსეთში, ესეთი პირობით სათაურია საბჭოთა კავშირის რეცეპტით. ნუ მისი ცნობილი ციტატა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით. ეს არის საბჭოთა კავშირის რეცეპტით დამზადებული რუსული პროდუქტი, რომლის უკან დგანან ნარკოტროფიკის ნათლიმამები და კანონიერი ქურდები. კი ბატონო, გისმენთ? არა, მე ერთმან დამიფაროს ასეთ ადამიანებთან, მე არ ურთიერთობ მაგას. არა, ნუ ახლა იცით, არა, ძალიან სწორ კითხვას სვამთ კიდევ ერთხელ. მე ვარ ათობით შეიძლება 100-ითაც კი სტატიის ავტორი ამ თემებზე და ძალიან ისე უარგუმენტოთ, უფაქტოთ რომ ლაპარაკობენ ბიძინა ივანიშვილის და ლებედის ურთიერთობაზე, ბიძინა ივანიშვილის და რაღაც ლუშკოვის ურთიერთობებზე. ეს ყველაფერი აქ არის ცალკეულ თავებად ეს გამოყოფილი, ბიძინა ივანიშვილი და პუტინი, ბიძინა ივანიშვილი და ლებედი, ბიძინა ივანიშვილი და ლუშკოვი და იქ არის ძალიან კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ყველაფერ ამაზე ლაპარაკი. იქ და თქვენ დიახ. კი ბატონო, ეს არის პირველი პრესკონფერენცია, სხვა შორის წიგნის პრეზენტაცია ამ ფორმატით, იმიტომ მოხდა, რომ ეს არის დაწერილი იმ კაცზე, რომლის უკან დღეს დგას 1000-ობით მოტყუებული ადამიანი და მე მინდოდა რომ ამ წიგნის ეს არ არის მაინც პრეზენტირება, ეს არის პრესკონფერენცია. შევხვედროდი ჟურნალისტებს, ვინმეს რომ არ ეთქვა, რომ ეს წიგნი ჩვენ იქ ნახეთ წიგნის მაღაზიაში და კაცო ეს ნუ მაინც პოლიტიკური ეს რომ იყოს ახლა სხვა ჟანრის წიგნის, მე ამის პრეზენტაციას გავაკეთებდი წიგნის მაღაზიაში და არ შევხვდებოდი ჟურნალისტებს, მაგრამ ეს არის წიგნი ბიძინა ივანიშვილზე და ეს არის იმ ადამიანების, იგივე იმ ევროპარლამენტის დიდი თუ შეიძლება ასე ვთქვას პოლიტიკოსების, ვიტაუტას ლანცბერგისი ამბობს იმ სიტყვებს ძალიან ზოგადად თუ შეიძლება ასე ვთქვას, მაგრამ ამბობს, ეს არის მისი აზრი, ეს არის 80 წლის კაცის აზრი, რომელმაც პრაქტიკულად დაანგრია საბჭოთა კავშირი, ეს არის ლეგენდა ლიბერალური, დემოკრატიული თუ შეიძლება ასე ვთქვას ფასეულობების პოსტსაბჭოთა სივრცეში და მთელ მსოფლიოშიდაც და ამ დროს ბიძინა ივანიშვილის ფულით დაზუზულაკებული და თუ შეიძლება ასე ვთქვას დამრგვალებული პოლიტიკოსები გამოდიან ტელევიზორში და იძახიან რომ ვიტაუტას ლანცბერგისი არის არაადეკვატურიო. ამაზე მეტი სამარცხვინო, ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ჯერჯერობით მიდის მოლაპარაკება წიგნის სავაჭრო ქსელთან, ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ქსელთან, დგინდება ჩემი შემოთავაზებული ფასიდან მათაც ბუნებრივი აქვთ თავისი ინტერესები და ამასთან დაკავშირებით მიდის კიდევ მოლაპარაკებები, მაგრამ ეს ამ კვირაში შემიძლია გითხრათ რომ გადაწყდება ტირაჟი სამწუხაროდ არ არის ჯერჯერობით დიდი ტირაჟი, მაგრამ საერთოდ გულისხმობ რომ მინდა რომ ერთი 10,000 ტირაჟი შემდგომ მაინც გაიყიდოს. თუ გაქვთ